სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს კალათბურთელები ნიკოლოზ სქიტიშვილი, ანატოლი ბოისა და გიორგი ცინცაძე ეწვივნენ. სტუმრებმა სტუდენტებს თავიანთი გამოცდილება გაუზიარეს. ისაუბრეს ცხოვრების ჯანსაღწესზე, საქართველოში კალათბურთის მნიშვნელობასა და განვითარებაზე. შეხვედრა დიალოგის რეჟიმში საინტერესოდ წარიმართა. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს მსოფლიო დონის ვარსკვლავები ეწვივნენ ქართველი კალათბურთელები ეროვნულ ნაკრების. რა თქმა უნდა, ყველა სტუდენტს გაუხარდა, მით უმეტეს კონტაქტი დაამყარეს მათთან. როდესაც ჩვენ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტზე საუბრობთ და როდესაც ჩვენ ვართ დაკვირვების საგანი ზოგადად ენგურს მიღმა დარჩენი ქართველების და აფხაზების ჩვენთვის ძალიან საინტერესო არის მათი მოსვლა და სასიხარულო არის. ახალგაზრდებმა აფხაზებმა გამოთქვეს სურვილი რომ ქართული დროშის ქვეშ გამოვიდნენ ევროპის და მსოფლიოს სხვადასხვა ტურნირებზე და ამ ადამიანების მოსვლამ განაპირობა ის რომ ეს ახალგაზრდები მოვიზიდოთ ჩვენთან სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში. მადლობა გადაუხადეთ ყველას, ძალიან მისიამოვნებთ, რაც შეგვითხები იყო, ყველა პასუხი მივიღეთ, რაც მთავარი არის გავიგეთ რა არის მათთვის ზოგადად წარმატება და ეს ბიჭები ჩვენს დროშას ღირსეულად წარადგენენ სხვადასხვა ქვეყნებში. ჩვენთვის პირველად იყო ესეთი შეხვედრა, იმიტომ რომ საქართველოს ძირითადად არ ვარ ხოლმე და საკმაოდ დამიკვირდა, ამდენ ხალხს ნამდვილად არ ველოდი. კარგად ჩაიარა ყველაფერმა, მოხარული ვარ რომ მოგვიწვიეს. შეხვედრისას სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების მიერ მომზადებული ვიდეო რგოლის ჩვენება გაიმართა, რომელიც საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულ ნაკრებს მიეძღვნა. მინდა აღნიშნო რომ ძალიან გამიხარდა დღეს აქ მოსვლა. მადლობა ამირან ბიწაზე ამ დღისთვის. ჩემი პირველი შეხვედრაა დღეს სტუდენტებთან საქართველოში. კარგი სტაბილურობა დამშა. ჩვენი გამოცდილება რაც კი მაქსიმალურად შეგვიძლია გადავწეთ სტუდენტებს, ახალგაზრდებს ის თუ რა არის აუცილებელი რომ წარმატებას მიაღწიოს ადამიანმა ჯანსაღ ცხოვრებასთან დაკავშირებით. პირველ რიგში დიდი მადლობა ორგანიზატორებს ესეთი ბრწყინვალე შეხვედრისთვის. ძალიან საინტერესო შეხვედრა გამოვიდა კითხვა-პასუხის რეჟიმში. გაუზიარეთ ჩვენი გამოცდილება სტუდენტებს, გავიგეთ თუ როგორ ცხოვრობენ თვითონ, ვუსურებ წარმატებას და წინსვლას. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში მართლაც სეიმი ჰქონდა დღესასწაული, რადგანაც ჩვენი საკალათბურთო ეროვნული ნაკრების ლეგენდები, ვარსკვლავები ყავდა მოწვეული სტუმრად. შეხვედრამ ძალიან საინტერესო ჩაიარა, საინტერესო პასუხები მივიღეთ, რისთვისაც ძალიან დიდ მადლობას მოვუხდი ბატონ ამირან ბიწაძეს. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიზრდება სპორტის პოპულარიზაცია, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და მნიშვნელოვანია ახალგაზრდების, სტუდენტების ჩართულობა ამაში. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში კალათბურთელების მოწვევის ინიციატორი ამირან ბიწაძე იყო. სპორტსმენები, რა თქმა უნდა, კმაყოფილები არიან. მოეწონათ შეხვედრა. ასევე ჩვენც მოგვეწონა ძალიან მათთან შეხვედრა. ჩემი აზრით, მიზნები რაც დავისახეთ, ის განხორციელებადი არის, კერძოდ რაც შეგვედი მე სტუდენტებს შევეცდები ყველაფერი გავაკეთო. ვიცი რომ ბატონი ზურაბი ყველანაირად ღმერთში დამიდგება და ვიცი რომ ეს მარტო ბატონი ზურაბის მცდელობა არ იქნება, სახელმწიფოდანაც იქნება ჩვენი თანადგომა. ვფიქრობ რომ ყველაფერი ესე შეუწყობს ხელს ჩვენი სპორტული ცხოვრების განვითარებას.